მეტრა 40 იზრდება დედალი წარმომადგენელი ამ გველების და მამლები პატარები არიან უფრო. ძირითადად 90% თევზებით იკვებება. შემეცნება მაინც აი კონკრეტულად ქვეწარმოებთან დაკავშირებით ძალიან მცირეა საქართველოში, ძალიან მცირეა და აქედან გამომდინარე მე პირადად და ჩემი კოლეგები ცდილობენ ახსნას მოსახლეობისთვის, რომ ყველა გველი შხამიანი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა, ასე ვთქვათ, ამ კუთხით გველებთან შეხვედრის თვალსაზრისით გამომდინარეობს ჩვეულებრივი ანკარის და წყლის ანკარის შეხვედრის დროს, ვინაიდან მათი გავრცელების არეალი არის უფრო ფართო, ხვდებიან ასე ვთქვათ ისეთ სისტემებში, რომლებიც ასე ვთქვათ წარმოადგენს ადამიანების თავშეყრის ადგილებს, როგორიც არის ტბები, მდინარეები, არხები, წყაროები თუ რაღაცა უბრალოდ პატარა წყლის სისტემები, ხო? აი იქ ძალიან მრავლად ასე ვთქვათ პოპულაციები ხვდებიან, დიდი პოპულაციები ბინადრობენ, განსაკუთრებით წყლის ანკარებზე მაქვს საუბარი, ასეთ სისტემებთან და ამიტომ ადამიანებთან შეხვედრა ხშირად ხდება ხოლმე. ასეთ სიტუაციაში ადამიანებმა უბრალოდ უნდა იცოდნენ, რომ ეს გველები არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანებისთვის, არც ბავშვისთვის, არც ცხოველისთვის, არც არავისთვის საერთოდ. მისი, ასე ვთქვათ, დაკმენის შემთხვევა თითქმის არ არსებობს, კი? დაჭერის მომენტში ხელში რო გიჭირავს, 1000-დან შეიძლება ერთმა გიკპინოს, მაგრამ რომს გიკპინოს, ხო? არანაირი საფრთხე არ მომდინარეობს მისი ნაკმენისგან. არც ვთქვათ, რაიმე სამედიცინო საშუალებებით, რაღაცა მკურნალობები არ არის საჭირო საერთოდ.